საუბარს ვიწყებთ ნიდერლანდებში ბაზირებული, ჩინეთის საკუთრებაში არსებული ჩიპების მწარმოებელი კომპანია Nexperia-ი, კომპანიით, რომელიც აწარმოებს, როგორც აღნიშნეთ, ჩიპებს და წლების განმავლობაში ეკუთვნოდა ნიდერლანდებს, მის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია NXP-ს, თუმცა ამჟამად არის ჩინეთის საკუთრებაში, კონკრეტულად WingTech-ის საკუთრებაში და ის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპის ბაზარზე, თუმცა 2017 წლის შემდეგ, როცა ის გადავიდა ჩინეთის ხელში, ევროპისთვის შექმნა სერიოზული საფრთხე იმ თვალსაზრისით, რომ ძლიერდებოდა ჩინეთი და გაჩნდა სტრატეგიული უპირატესობის ქონის შესაძლებლობა ჩინეთისთვის, ხოლო სტრატეგიული უპირატესობის დაკარგვის საფრთხე ევროპისთვის ეს უფრო მოგვიანებით დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გახდა ცნობილი და გასაგები ევროპული ქვეყნებისთვის, თუმცა ვითარება მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ შესულა, მხოლოდ შიში იყო, თუმცა საბოლოოდ სულ რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მართვის სადავეები და კონტროლის ბერკეტი საკუთარ თავზე დროებით გადაიტანოს თავის თავზე, როგორც აღნიშნე Nexperia-ს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი ფაქტობრივად, როგორც აღნიშნე, ეს არის მართვის და უსაფრთხოების ის რისკები, რომელიც Nexperia-ს ჩინეთის საკუთრებაში ყოფნას მოაქვს. Nexperia, როგორც აღნიშნეთ, არის ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი ამ სექტორში და გაჩნდა სერიოზული რისკი, როგორც ჩანს, კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდა ნიდერლანდების ხელისუფლებას, რომ Nexperia აპირებდა თანამშრომლების გათავისუფლებას ან მათ ჩანაცვლებას ისეთი იაფი მუშახელით, რომელიც არ იქნებოდა ევროპული წარმოშობის, ეს ევროპაში გავრცელებული პრაქტიკაა და ევროპის ინტერესებში, განსაკუთრებით ნიდერლანდების ინტერესებში არ შედიოდა, სხვათა შორის დიდი ბრიტანეთის და გერმანიის სახელმწიფო რეგულატორებმა ამ კუთხით ასევე გააჟღერეს შიში, ცალკე საკითხია Nexperia-s მხრიდან მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებით საფრთხის შექმნა. ჩინეთი, როგორც ვიცით, სერიოზულ ორთაბრძოლაშია არა მარტო ამერიკასთან, არამედ ევროპასთანაც და ცდილობს თავისი მონოპოლიური პოზიცია მაქსიმალურად დაიცვას, იქ სადაც შეიძლება და იმ ვითარებაში, როცა სხვადასხვა მიმართულებით აქვს დაპირისპირება, თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მაგალითად მიწოდების ჯაჭვი, რომელიც მას ხელში უპყრია ამ შემთხვევაში Nexperia-s მიერ შექმნილი ჩიპების წარმოებით, უბრალოდ შეუწყვიტოს ევროპას, რაც ნამდვილად არ აწყობს ევროპულ ბაზარს. ეს არის ამჟამინდელი ვითარება, რომლის ფონზეც, როგორც აღნიშნე ნიდერლანდების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩაიბაროს მთლიანად კონტროლი, მოაწესრიგოს მართვა ისე, რომ აღარავით არის რეალური საფრთხე აღარ შეექმნას ნიდერლანდებში Nexperia-s და ცხადია დროებით გადააბარებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ესეთი რამ ნიდერლანდების ამჟამინდელი ხელისუფლების გათვალისწინებით არ არის ლოგიკური, წესით არ უნდა აკეთებდეს ასეთ რამეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მას ყავს, მაგრამ როგორც ჩანს რეალური საფრთხე იგრძნო ხელისუფლებამ და შესაბამისი ნაბიჯიც გადაიდგა. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გავიგებთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, თუმცა ფაქტია დაპირისპირება გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აზიას და აღმოსავლეთს შორის, მათ შორის ჩიპების წარმოების კუთხითაც უფრო და უფრო მწვავდება.